ოცნების პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახურის სუსის მმართველობის სფეროში გადადის დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის ავტორი ოცნების დეპუტატები არიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაქვემდებარება ეროვნულ ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმაა. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის კლებას, მისი ხარისხის ვარდნას და ამავე დროს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს იმ უმძიმესი გამოწვევების ფონზე, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო ყოველდღიურად იმყოფება ამ ძალიან რთულ რეგიონში და საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ეპოქაში, როდესაც პირიქით ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ გააძლიეროს საკუთარი ეროვნული ინსტიტუტები და განსაკუთრებით დაზვერვის ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ეს არის სუსში ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზების კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი, რაც გამოიწვევს სუსის დამატებით გაძლიერებას და ამ მონსტრად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ საშიშროებას, კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველად გადაქცევას, რაც რა თქმა უნდა არ არის დემოკრატიული სახელმწიფოების სადარი სტანდარტი, არამედ წარმოადგენს ავტოკრატიულ სახელმწიფოებში აპრობირებულ მეთოდს. ყველა ცვლილება, რასაც ახლა აკეთებს ეს კრიმინალებისა და მოღალატეების რეჟიმი, ემსახურება იმას, რომ წავიდნენ იმის საპირისპიროდ, რა რეკომენდაციებიც აქვს ჩვენს ევროკავშირელ და ნატოელ მეგობრებს, იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. როგორც ვიცით, ეს რუსეთის ოკუპანტი სახელმწიფოს მეხუთე კოლონა საქართველოში იძინა ივანიშვილისა და მისი მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის სახით აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის, 180 გრადუსით სხვა მიმართულებით მიდის, ცდილობს საქართველო კი არ დაახლოვოს, არამედ დააშოროს ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებს, შეეწინააღმდეგონ პირიქით იმ რეკომენდაციებს, რომელსაც გვაძლევს ჩვენი მეგობრები. აქედან გამომდინარე არის ეს ყველა ცვლილება. იმარტივებენ საქმეს იმის ნაცვლად, რომ ბევრი სხვადასხვა უწყება მართოს პარტიამ და პარტიული ინტერესით იმართოს, იმარტივებენ ცხოვრებას და რაღაცა ხდება გაერთიანება, ისე არ მოხდეს, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ პარტია დარჩეს, ხო, როგორც ორგანიზაციის ნახევრად ხურობით, ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხის შემცველი, ამაზე ანალიტიკოსებმაც ძალიან ბევრი ისაუბრეს უკვე. მაგრამ როდესაც დღეს მართველი პარტია, ეგრეთ წოდებული მართველი პარტიისთვის მხოლოდ საკუთარი პირადი და პარტიული ინტერესია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად საქართველოს უსაფრთხოება, მათ რა თქმა უნდა ბუდიში თქვენთან და ფეხებზე კიდიათ საქართველოს უსაფრთხოების საკითხები. იღებენ პარტიულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არის რომ სხვადასხვა უწყება ერთიანდება ერთი ქოლგის ქვეშ, რომ პარტიამ მარტივად მართოს მათ შორის ეს იქნება სუსის მიმართულება, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართულება, დაზვერვის მიმართულება თუ რა. კანონის პროექტებით ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.